მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს ამ ადგილმდებარეობას ბიცმენს და ზოგადად საგურამოს ძალიან ახლოს არის თბილისთან, არის რაღაც 25-30 კილომეტრი. პლანი გახური გვაქვს, ჩინებული გვაქვს, ჩინური და ამ პლატფორმაზე, სადაც ჩვენ ისე და ჩვენ ახალ ბრენდს Crash 525-ს ვსდით. ესეთი ლოგო ნიშანი არის, 525, იმიტომ რომ 525 ენდემური ქართული ყურძნის ჯიში გვაქვს და მათ შორის სხვადასხვა 2 კილომეტრში ზუსტად ეს ბაზა ჯიღაურაში, სასტელი მეურნეობა, იქ არის ზუსტად განთავსებული და მარკეტინგულად შევფუთეთ და ვფიქრობთ ძალიან საინტერესოა. Crash დაწური რა თქმა უნდა და ეს ყურძნის ჯიშებიც ესეთი იდეაა რომ ჩაწერილი აქვს. საინტერესო იმუშავა დიზაინერმა. მოდიდემ გამართვა. კი, ძალიან პოპულარულია სოციალებში ვართ Facebook-ზე, Instagram-ზე, ვცდილობთ რომ ეს პროცესები ესეთ სოციალათაც ვაჩვენოთ მომხმარებლებს. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ გარდა იმისა, რომ თქვენს პირად ღვინოს აწარმოებთ ამ სივრცეში, მთავარი კონცეფცია, რაც არის რეალურად Crash 525-ის, არის რომ ყავთ დამკვეთები, კლიენტები, რომლებსაც ეხმარებით იმ მნიშვნელოვანი და გრძელი გზის გავლაში, რაც ღვინის წარმოებაა. კი, Crash 525 ეს არის ის პლატფორმა, რომელიც ემსახურება პარალელურად იმის მიღმა, რომ თავის ღვინოებს აყენებს, როგორც ტრადიციულს, ასევე კლასიკურ ნაწილში. სხვა დამკვეთებს, ანუ იგივე პარტნიორებს ვეძახით და საბოლოო ჯამში მეგობრებს. ესენი შეიძლება იყვნენ ფიზიკური პირები ან კომპანიები, უფრო მეტად კომპანიები, მათ შორის არსებული მცირე ან საშუალო ზომის ღვინის მარნები, რომლებსაც პირობითად ან დასავლეთში აქვს მეღვინეობა და არა აქვს დრო, ვთქვათ, ქართლის ნაწილში ან რაღაც განსაკუთრებული გაკეთების საშუალება. იმის და გამო რომ შეიძლება შესაბამისი ჭურჭელი არ ქონდეთ, ან დრო არ ქონდეთ ამის შესაბამისი და მეტწილად ასევე არიან ესე ვიტყოდი ახალ ბედა ის ადამიანების კომპანიები ან კორპორაციები, რომლებსაც სურთ რომ თავიანთი ბრენდი ღვინო შექმნან. სურველებს რომ ესე შევთავაზოთ, რომ არ გაქვთ თქვენი მარანი ან დრო არ გაქვთ ან შესაბამისი ცოდნა, ჩვენ გვყავს პროფესიონალური ჯგუფი მეღვინეების, დაახლოებით 150 ტონამდე ტევადობის მარანი არის, რომელიც მოიცავს ორივე ნაწილს, ტრადიციულ ნაწილს ქვევრებში და კლასიკურ ნაწილს. ცნობისთვის პირველი წელი იყო 2023 თველი და შედეგად ჩვენ გვყავდა 7 დამკვეთი, 7 პარტნიორი და დაახლოებით 52 ტონა ყურძენი გადავამუშავეთ და მათ შორის 15 ყურძნის ჯიში დავწურეთ. ანუ ძალიან საინტერესო პროცესი იყო. სერვისი რა თქმა უნდა მოიცავს ლაბორატორიულ ანალიზებს. ეს გულისხმობს დაწურვიდან აპრილის ბოლომდე, მაისის პირველ რიცხვამდე ღვინის შენახვას, მათ შორის დამუშავება, თუ საჭიროებს, გადაღებებს, ღვინის გაფილტრას. ეს პატარა მინიშნებები არის ჩვენი ჯგუფისთვის ამ ეტაპზე. რომელი კომპანიის დამკვეთის ღვინო იმყოფება, რა ეტაპზეა, მე რამდენი დღე არის თუ ღვილის. თუმცა მინდა გითხრათ თავიდანვე, რომ ზოგადად ყურძნის მოსვლიდანვე ყველა კომპანიას და დამკვეთს ეხსნება თავისი პასპორტი, ეგრეთ წოდებული. ანუ ეს არის აღრიცხვა, რომელიც შემდგომ ელექტრონულადაც გადადის, ანუ დაწყების პირველი დღიდან, რომელი რეგიონიდან რა ყურძნის ჯიში მოვიდა, რა შაქრიანობა, რომელიც აქ გაიზომა და ასე შემდეგ გაყოლილი ბოლომდე ყველა პროცესი, რა ტემპერატურული რეჟიმი იყო თუ ღვილის დროს და ასე შემდეგ, ამას ყველაფერს ავღრიცხავთ. ქვევრების ნაწილს რაც შეეხება 27 ტონა ღვინის დაყენება შეგვიძლია ამ სივრცეში, ეს არის ამის მაქსიმუმი. ამიტომ როგორც წესი ამ დაკვეთის შემთხვევაში ხშირად ივსება ხოლმე ეს სივრცე და
გეცოდინებათ, ალბათ რომ ესე უცხოდ ვერ ჩაამატებ ამ ქვებს, ანუ უცბად ესე მეორე მარანს ვერ ჩადგავ. ძალიან საინტერესოა ასევე ისიც რა არის საომავლო გეგმა და განვითარების ეს გეგმა როგორია თქვენი? ხო, ამ ეტაპზე დაახლოებით 130 ტონა ყურძენს გადავამუშავებთ ჩვენი ვარაუდით წელს, ეს რაც ეხება დაკვეთებს და მომავალი წლისთვის უკვე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ შესაბამისად გაზდაზე. გაზდა ნიშნავს სავარაუდოდ ქვევრის ნაწილში არა, ამ ეტაპზე დავუშვებით, მაგრამ კლასიკურ ნაწილში. ცისტერნების ან დამატებით შენობის ხარჯზე. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma.